ეს კი ჩემი ახალი მანქანაა, რომელიც YouTube-მა მაჩუქა. Dodge Challenger Artis Catpack 392, Shaker, Wide Body, Verva, Hemi, 6 და 4, 485 ცხენის ძალით. Cinematic Orange. მიცის რომ ქართული YouTube-ის მონეტიზაცია ძალიან ცოტა სტერს. ამბობ დროს ცოტა გაიზარდა, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა არის. სხვა განვითარებულ ქვეყნებს თუ შევადარებთ. მაგრამ ეს ცოტაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე ჩემი dream car-ი შემეძინა. ამისათვის კი დამჭირდა სულ რაღაც 7 წელი და 367 ვიდეო. 367 ვიდეომ რაც დამიწერა მონეტიზაციით, ხოდ მონეტიზაციით, მაგით ვიყიდე ჩემი ოცნების მანქანა. სულ ახსე 374 ვიდეო მიდევს, მაგრამ აქედან 6 შორცია. ეს არის მაგალითი იმისთვის, რომ როცა გაუჩერებლად შრომობ, შედეგი აუცილებლად დადგება ბოლოს. თავარი ამ პროცესში არ დანებდე. 2018 წელს, როცა full-time YouTuber-ობა დავიწყე, ერთი თვის შრომის შემდეგ მონეტიზაციამ დამიწერა $1. მეორე თვის full-time YouTuber-ობის შემდეგ მონეტიზაციამ დამიწერა $6. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს იყო 500%-იანი ზრდა. 500%-იანი ზრდა კი ბიზნესში მაგარია. კარგად რომ გაიგოთ. იმიტომ ვამბობ, რომ ეს მანქანა YouTube-მა მაჩუქა, რადგან ღირებულების 100% გადახდილია YouTube-ის მონეტიზაციისგან. არა სპონსორებისგან მიღებული თანხით, არამედ მხოლოდ იმით ვიდეოზე რომ აგდებს რეკლამებს და 5 წამში რომ თიშავთ ხოლმე. საბამისად, მთელი ჩემი YouTuber-ობის მანძილზე, ვისაც კი ერთი ნახვა მაინც მოგიმატებიათ ჩემს არხზე, თქვენი უდიდესი წვლილია ამ ყველაფერში. ხოლო ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, ალაიქებდით ვიდეოებს და აზიარებდით, თქვენი უდიდესი დამსახურებაა. შეიძლება თქვენი წვლილი იყოს, რომ სკამიდევს მანქანაში ან 1-2 ცხენი მაინც.